შენ ის გაიხსენე, ჩემო ძმაო, რიო-დე-ჟანეიროში რა მოხდა? ეგ უკვე ეხა იქ ოქროები ავიღე ძალოსნობაში და ჭიდაობაში და ხო, უკვე მთავარი სამი გაკეთებული ხონდა. ციტრო. ეხა ხო არის კაი განათება, კაი ის არის დარბაზია, ხო და ჩვენ ცხოვრობდით სადღაც მე-11 მე-12 სართულზე და პირველ სართულზე ქონდა ოფისი, სადაც იდგა ეს ჩამთველი, აი რუბილნიკი რო ქვია რა. და ეს ანათებდა ამ სტადიონს. რავი რატო გააკეთეს ესე არ ვიცი, მაგრამ იქ იყო ეს ოფისი. ხო და რომ მოგვინდებოდა თამაში თუ გადავიხედავ და ვიღაცები თამაშობდნენ, გამორთავდი და ფიქრი ვარ იყო, იმათ მახვარისოდეს საერთოდ. წავიდოდი, გამანთევდი, ჩავიდოდი და თამაშობდით რა. სხვა შეიძლება ძალიან კაი გუნდი ყავდა რა. ეხა ბოლო დღემდე ტალახაძეს არ ვათამაშებით, ხო ტალახაძე ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობს. კარგად თამაშობს? ძველები კი, მე ასანი და ჭიჭარო კი, თამაშობდა კიდეც ხო და თამაშობდი და ხან ვიღა მახსოვს რომ ხორვატებს მოუგეთ, იქ წყალბურთელებს, მოკრივეებს მოუგეთ, იტალიელებს. ეს ოლიმპიურ სოფელში ხდება, ხო? ოლიმპიურ სოფელში ხო, ეხა სოფლის სახლები ხო და შუაში იყო ეს მოედანი, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ვიგებ და მოვიდა ეს ბოლო დღეები ეხა, მაგრამ ამ თამაშების პერიოდში იმდენად აზარტულად მიდიოდა ეს ყველაფერი და აი რაღაც ყიჟინა და რაღაცა რომ სულ ესწრებოდა ხალხი რა. ეხა ოლიმპიურ სოფელში ადვილის შესამჩნევია, ეხა ვისაც აცვია ქვეყნის მაისური, ესე იგი რომელ ქვეყანას წავა მარტივი, მაგრამ კიდევ იყვნენ ყვითელ ხამწვანე ფორმაში, აი ესე დაღლილი სახეებით ახალგაზრდა ბიჭები რა. ხან ფეხშველები იყვნენ, ხან რაღაც ლოკვანცებით, ხან რაღაცა ისე და უყურებდნენ ამ თამაშებს ხოლმე და ესე ვიყურებდნენ, რავი, ხა მე რა ვიცი ვინ იყვნენ, ხო და ნუ მე ვარ ყვევდი რომ ალბათ ვალანტიორებია, რომლებიც სისუფთავეს იცავენ ოლიმპიურ სოფელში რა. მოვიდა ბოლო დღეები და ავანთე ჩუქი, აღარ ვაკრედ, ვანთე, არავინ არ არის რა და ვერ გავაკეთეთ ორი გუნდი. ხო და მე ასა ტალახაძე ჭინჭარაული მურცხვალა ჩემი მის ფეხბურთს კარგად თამაშობ და დღევართ ესე რაღაცა კარებში ურტყამ და დავინახე ეს ბიჭები ისო კარშე მოარია რა და ჩემი ძმა მეთქი ერთ ხა იქ რაღაცა და ბრაზილიურად რაღაცა დაუძახეთ რაღაც ბონუჩია რაღაცეები აქ და ფეხბურთი გინდათ მეთქი, ფუტბოლი მეთქი რაღაც და აი რო დაუწყეს ერთმანეთს გადახვედა ეგრევე პირველი მერცხალი გამახსნა და ბრიტანელები რო უყურებენ გემიდან ერთმანეთს და სულად გერიშა ხო რაღაცა უკვე ნათქვამი მაგრამ ოკეიო მეთქი ობრიგადო მოდით მადლობა დავიწყო და ტიპები რო შემოვიდნენ აი ხა ხო არ არის აქ ბურთი აი როგორც შენ და მე არ მინახია ბურთი არ გვინახია როაგდეს რა აკეთე თურმე არის ფლამენგოს გუნდი ქვიშის თამაშების ჩემპიონი ბრაზილიის მაგრამ სადღაც დისკოტეკაზე დამთვალა დასჯილები ყავ ოლიმპიურ სოფელში ათამაშა ამუშავებენ ვალანტიორებად რა და ერთ ცხრის დროს რო გვიგებე ბოლოს ზალი წავიქეს და პენალი დაარტყმენ ოლიმპიური ჩემპიონი ერთი გოლი მაინც გაიტანოთ და ლაშამ დაარტყა 11 წავაგეთ რა მე ჩავეხუტე და ძალიან ისე და ფლამენგოში თუ რაღაც ჩავეშურე რა